Როგორი იქნება მოსკოვის პასუხი რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ ჯაშუშური სკანდალის ფონზე გატარებული დღესასწაულების შემდეგ გაიღვიძა. მსოფლიო მედია რუსის შპიონების ჩავარდნაზე მეტად ახლა იმაზე მსჯელობს, რა ზომებს მიმართავს მედვედევის მთავრობა. უცხოურ პრესაში დღეს წერენ, რომ მოსკოვის თბილისის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებული აქვს. კრემლში კი უკვე ოფიციალური განცხადებებიც კეთდება. რუსული პოლიტელიტის ერთი ნაწილი კვლავ კუნთებზე იყურება, მეორე კი რუსეთის ხელმოცარულობას აღიარებს, რა მოხდება საქართველოში კრემლის შპიონების დაკავებას, მოსკოვური რეაქციები ნაბახუსებზე და კითხვა რატომ დაიჭდა პუტინი ფორმულა 3-ზე. ზურა ხვისტანი გიამბობთ. რუსულმა პოლიტელიტამ დღეს ნაბახუსებზე გვარიანი თავის ტკივილით გაიღვიძა. არადა ყველაფერი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო. გასულ შაბათ-კვირას ხომ სრულიად რუსეთში ერთდროულად ორი დღესასწაული, ნაციონალური ერთობისა და დაზვერვის დღეები უნდა აღენიშნათ. თუმცა ერთობამდე რუსეთის ფედერაცია რომ ძალიან შორსაა, ეს ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების ნოემბრის ტალღამაც დაადასტურა. რაც შეეხება დიადი რუსული დაზვერვის დღესასწაულს, კრემლმა მისალოცი საჩუქარი თბილისიდან მიიღო. საქართველოს რიგით მერვე სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო პერიოდში საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა. ამიტომ უძლებელ რუს შპიონს ხალხი ფილმ გაზაფხულის 17 გაელვებიდან თუ გაიხსენებს. Штирлиц. А вас я попрошу остаться. საბჭოთა სერიალის გმირი შტირლიცი ასე გამოიყურებოდა. ის მამაცი და გამჭრი ახია. ეს კი უკვე თანამედროვე რუსი ჯაშუშები არიან, როგორც ჩანს გამჭრიახობით ნაკლებად, თუმცა ზოგიერთი მათგანი გარეგნობით მართლაც გამოირჩევა. შეერთებულ შტატებში გაშიფრული აგენტებისთვის, რომლებმაც სახელი მხოლოდ სექსუალური სკანდალებით გაითქვეს, პუტინ მედვედევის ტანდებმა სპეციალური მიღებაც მოაწყო და სახელმწიფო ორდენებიც უბოძა. თუმცა დღეს მსოფლიო მედია უკვე საქართველოში გამოვლენილ ჯაშუშურ ქსელზე საუბრობს. ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა ამ სათაურის სტატიას ფრანგული ფიგარო აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა საქართველოს ერთადერთი სახელმწიფოა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც მთლიანად ამხილა კგბ-ს საქმიანობა და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა ააშენა, რაც პუტინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბრიტანული გარდიანი კი სვავს კითხვას, რა იქნება მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი მაშინ, როდესაც საქართველოს ზემოქმედების ყველა ბერკეტი რუსეთს უკვე ამოქმედებული აქვს. პასუხმა კითხვებზე არ დააყოვნა. შეფასებებში კი ყველაზე შორს დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წავიდა. კონსტანტინ კოსაჩოვი საქართველოს სამხედრო აგრესიით პირდაპირ დაემუქრა. მოძველებული მიზეზი მოქალაქეების დაცვა კვლავ აქტუალურია. მე ყველას შევახსენებ რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მზადაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. საქართველოს ზემოქმედების საშუალებათა არსენალი რუსეთს გააჩნია. მათ შორის ძალისმიერი საშუალებების და რუსეთი ისევე როგორც ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო ამ საშუალებებს გამოიყენებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, თუ ამის საჭიროება იქნება. სხვა აზრზეა საზოგადოებრივი საბჭოს წევრი დიმიტრი ორეშკინი. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთს საქართველოს ზეწოლის ყველა საშუალება უკვე დიდი ხნის წინ აქვს გამოყენებული. მისი აზრით, ნატოს ლისაბონის სამიტის წინ გამოვლენილი ჯაშუშები საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს. ამჯერად რუსეთის ხელისუფლება რუსულ ბაზარზე ვერც ბორჯომს და ვერც საავიაციო მიმოსვლას ვერ აკრძალავს და ვერც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გააძევებს, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე ისედაც აკრძალული და გაკეთებულია. მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ამგვარი ნაბიჯებით მოსკოვი თავად უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას. ქართული ბორჯომი რუსეთის პრეზიდენტს გასულ კვირას კურილის კუნძულებზე სკანდალური ვიზიტის დროს გაახსენდა. თუმცა ბორჯომით მანიპულირება წარსულს უკვე დიდი ხანია ჩაბარდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ხელმოცარულია, ვინაიდან საპასუხო ნაბიჯები უბრალოდ აღარ არსებობს. იულია ლატინინა ჯაშუშების მორიგ სკანდალს ვრცელი სტატიითაც გამოეხმაურა. დაზვერვის სირცხვილი, რომელიც აუცილებლად აისახება რუსეთის ურთიერთობებზე დასავლეთთან. ლატინინა სტატიაში აღნიშნავს, რომ ნატოს მორიგ სამიტზე ჩასულ დიმიტრი მედვედევს უხერხული გარემო გარანტირებული ექნება. რუსეთის პრეზიდენტს ლისაბონში შეკრებილი ევროპელი ლიდერებისთვის თვალებში შეხედვის შერცხვება. ჯაშუში საცალო საგანია, რუსეთის შემთხვევაში კი მათ ბითუმად აკავებენ. რა ხდება ბიჭებო? ამერიკაში 10, საქართველოში 13. ეს ყველაფერი სისტემის ხარისხზე მეტყველებს და ქვეყნის იმიჯზე აისახება. დღეს რუსეთმა სკანდალებით გაჯერებული დღესასწაულების შემდეგ ნაბახუსებზე გაიღვიძა. საქართველოზე განრისხებულმა პრემიერმა პუტინმა მძიმე კვირის შემდეგ ქართველ ლიდერს მიბაძა. ფორმულა 1-ის ჩაფხუტი მოერგო და თავი ავტორბოლით იჯერა. ამ თავისებური რევანშის გარდა პუტინმა სავარაუდოდ გასულ თვეში ახალი რუსული ავტომობილის წარუმატებელი ტესტირების გადაფარვას შეეცადა, რომლის შემდეგაც მან მხოლოდ დოკუმენტურ ფილმ დურაკი ნადაროგეს გმირად ქცევა მოახერხა.
თუმცა როგორ დააღწევს თავს რუსეთის პრემიერი ჯაშუშების ნაბახუსებს, ეს ნატოს მორიგ სამიტამდე ან თავად ლისაბონში გამოჩნდება.